ბიუჯეტური ნოსტალგია ნაწილი 2. ჩემოკარგებო, მოდით ბოროპლუსზე ვისაუბროთ, ბოლო დროს რატომღაც გახდა ისევ აქტუალური, განსაკუთრებით თემაში, რომელსაც ეხება აკნეს მკურნალობა. მოდით აქვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ აკნე ეს არის კანის დაავადება, რომელიც არაფრით გარდა რეტინოიდებისა არ იკურნება. ამაზე დავსვათ წერტილი. ეხლა რაც ეხება იმაზე, რომ კანის ზედაპირზე, როცა აკნესგან გამოწვეული ანთებითი ელემენტია, კი ბატონო, ბოროპლუსი მას გაუკლავდება, რატომ? იმიტომ რომ ბოროპლუს აქვს ანტისეპტიკური თვისებები, ამიტომაც ყველაფერი, რაც კანის ზედაპირზე არის დაზიანება, არა მარტო ჩირქოვანი გამონაყარი, ზოგჯერ არის შეიძლება აკნე სულ არ ქონდეთ და 1 და 2 გამონაყარი ქონდეთ, რომელიც თქვენ გაწუხებთ, აი ამ შემთხვევაში იდეალური საშუალებაა. ასევე ძალიან კაი საშუალებაა, როცა ჩვენ გვაქვს გაღიზიანება და მაგალითად ქაველი თუ მწერებმა გვიკბინეს, ახლა იწყება მაგის სეზონი ზუსტად, ამიტომაც ძალიან კარგად გადგებათ. ასევე ძალიან კაია, როცა კანის ზედაპირული დაზიანება, ეს შეიძლება იყოს ნაფხაჭნი, ან რაღაც მოფხანილი და გაღიზიანებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს საშუალება დაგეხმარება. ამიტომაც, ნუ შევხედავთ ამას როგორც აკნესგან პანაცეას, არამედ გამოვიყენოთ დანიშნულების მიხედვით, როგორც ანტისეპტიკური მალამუს ზემოჩამოთვლილი სიმპტომებისთვის. აბა ჩემო კარგება, როგორც ყოველთვის, საუკეთესო არჩევანს გისურვებთ.